90-იანი წლების დასაწყისში Mercedes-მა თითქმის 40 წლიანი პაუზის შემდეგ ფორმულა 1-ში დაბრუნება გადაწყვიტა და ამისთვის საფუძველის მომზადება დაიწყო. საწყის პერიოდში შესაძლო დაბალი შედეგების გამო ბრენდისთვის ზიანის თავიდან ასარიდებლად გერმანელებმა ასეთი სქემა შეიმუშავეს. Mercedes-ის ამეფორ ბოლებში Zauberis სახელით მოვიდოდა, რომელთანაც სპორტ პროტოტიპების კლასში წარმატებით თანამშრომლობდა წლების განმავლობაში. ბოლიდებს ექნებოდათ ილმორის ძრავები. ისინი მარიო ილიენის და პოლ მორგანის ხელმძღვანელობით შეიქმნებოდა, ხოლო დააფინანსებდა ამ ყველაფერს Mercedes-ი. ფორმულა 1-ში გამოცდილების მისაღებად ახალგაზრდული პროგრამის პილოტებს, კარლ ვენდლინგერს, მიხაელ შუმახერს და ჰაინც ჰარალდ ფრენცენს გერმანული ავტოკონცერნის სოლიდური თანხით სპონსორობას გაუწევდა. ხოლო დროთა განმავლობაში შედეგების გაუმჯობესებიდან გამომდინარე პროექტი უკვე Mercedes-ის ქარხნული გუნდის სტატუსსაც მიიღებდა. ამ ამბების პარალელურად ირლანდიელმა ედი ჯორდანმა, რომელსაც პილოტის კარიერა არ გამოუვიდა, მაგრამ როგორც გუნდის მფლობელმა და ხელმძღვანელმა დაბალ ფორმულებში დიდ შედეგებს მიაღწია, გადაწყვიტა ბედი ფორმულა 1-ში მოესინჯა. 1991 წელს მან დააარსა კომპანია Jordan Grand Prix და სამეფო რბოლების ლიცენზიაც აიღო. სადებიუტო სეზონისთვის ჯორდანმა გუნდში ძალიან გამოცდილი იტალიელი ანდრეა დე ჩეზარისი და ახალგაზრდა ვარსკვლავი ბელგიელი ბერტრან გაშო აიყვანა. სეზონის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე ბერტრან გაშოს დიდი უსიამოვნება შეემთხვა. ლონდონში ყოფნის დროს კონფლიქტი მოუვიდა ტაქსის მძღოლთან, რომლის წინააღმდეგაც წრემსადენი გაზი გამოიყენა. მაშინ ბრიტანეთში მსგავსი ქმედება კანონით ისჯებოდა და საქმე სასამართლომდე მივიდა, რომელიც ფორმულა 1-ის სეზონის შუაში ბელგიის გრან-პრიმდე 10 დღით ადრე ჩაიგნიშნა. მოსამართლემ გაშოს 18 თვიანი პატიმრობა შეუფარდა და ის პირდაპირ სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. შესაბამისად მისი გამოსვლა ბელგიის გრან-პრიზე გამოირიცხა. მართალია პილოტები აპროტესტებდნენ ამ გადაწყვეტილებას და გაშოს გათავისუფლებას ითხოვდნენ, მაგრამ ეს მაინც არაფერს ცვლიდა. ედი ჯორდანს სულ რამდენიმე დღე ჰქონდა იმისთვის, რომ ბელგიელი პილოტის შემცვლელი ეპოვნა. სწორედ აქ გაჩნდა შანსი მიხაელ შუმახერისთვის. Mercedes-ი პიტერ Zauberis შუამდგომლობით შუმახერისთვის ადგილის დათმობაში თითო დარჩენილ რბოლაში 150,000 ფუნტს იხდიდა, ხოლო შემდეგ სეზონში $3.5 მილიონ. სწორედ Mercedes-ის იურისტები მუშაობდნენ პირობის წერილის ტექსტზე, რომელმაც შუმახერის კარიერაზე გადამწყვეტი გავლენა იქონია. ეს იყო მეორე ვიდეო, რომელიც შუმახერის ფორმულა 1-ში დებიუტის შესახებ ჩავწერეთ. წინ კიდევ ერთი გველოდება, ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს.